დეკემბრის ბოლოს ისრაელს კვიპროსსა და საბერძნეთს შორის გაფორმდა ერთიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სფეროში, რის მიხედვითაც ეს ქვეყნები ყოველწლიურად ჩაატარებენ გაერთიანებულ სამხედრო წვრთნებს, ის იქნება ავია თუ საზღვაო წვრთნები და ერთმანეთში გაცვლიან სადაზვერვო ინფორმაციას და იქნება ასე ვთქვათ იარაღის თავისუფალი ვაჭრობა ერთმანეთში. უკვე ცხადი გახდა, რომ მაგალითად კვიპროსზე განლაგდება ებრაული წარმოების თავდაცვითი სისტემები და ასევე საბერძნეთიც აპირებს რამდენიმე შრიანი თავდაცვითი სისტემის ანტიბალისტიკური თავდაცვითი სისტემების შეძენას და დრონების შეძენას ისრაელისგან. ბუნებრივია ეს მოვლენა ყურადღების მიღმა არ დარჩათ ანკარაში, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი რუკას შევხედავთ, ამ სამი ქვეყნის ასე ვთქვათ ღერძი წარმოადგენს თურქეთის შემაკავებელ ჯაჭვს ხმელთაშუა ზღვაში. ეს სამივე ქვეყანა ირიბ დაპირისპირებაში იმყოფება თურქეთთან, თუ სათითაოდ განვიხილავთ, საბერძნეთი ეს არის ისტორიული მეტოქე თურქეთის, რომლის უსაფრთხოება პრაქტიკულად აგებულია თურქეთის შეკავებაზე და იმ კუნძულების დაცვაზე და ეგეოსის ზღვის დაცვაზე, სადაც ასე ვთქვათ მას შეხება აქვს თურქეთთან. კვიპროსი მოგეხსენებათ ეს არის ორად გაყოფილი სახელმწიფო, რომლის ჩრდილოეთში ასე ვთქვათ არსებობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომლის მთავარი მფარველი სახელმწიფოდ გვევლინება თურქეთი და მხოლოდ თურქეთი აღიარებს მას როგორც სახელმწიფოდ და ისრაელზე როგორც მოგეხსენებათ მათი ინტერესები უკვე თანდათან კონფლიქტში შედის ერთმანეთთან. ამ ტიპის შემაკავებელ კავშირში, სადაც შუაში არის მოქცეული კუნძული კვიპროსი, გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ სახელმწიფოს გაერთიანება გაურკვეველი ვადით კიდევ გადაიდო და პირიქით შეიძლება პირუკულ პროცესები ვიხილოთ, როდესაც თურქეთმა საერთაშორისო ასპარეზზე შეიძლება უფრო აქტიურად დააყენოს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარების საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ არ დაუშვას ამ რესპუბლიკის გაერთიანება, გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანების შემთხვევაში მთლიანად კვიპროსი გადავა ისრაელისა და საბერძნეთის გავლენის ქვეშ და ის საზღვაო სივრცე, რომელსაც ამ შემთხვევაში დღეს აკონტროლებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, აი ამ საზღვაო სივრცეზეც თურქეთი დაკარგავს კონტროლს და ის უშუალოდ გაუმეზობდება ებრაულ ინტერესებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელმა უკვე დაიწყო თურქეთის შემაკავებელი რკალის შექმნა ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, რომელსაც თურქულ მედიაში უკვე უწოდეს ანტითურქული ბოროტების ღერძი. მოგეხსენებათ, ეს სივრცე მნიშვნელოვანი იყო თურქეთისთვის ბოლო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ამ საზღვაო ზოლს აცხადებდა საკუთარ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, სადაც მას შეეძლო მოეპოვებინა სხვადასხვა ბუნებრივი რესურსები და აქედან გამომდინარე იყო, რომ ის კონფლიქტში შევიდა ამ საზღვაო სივრცის გაყოფასთან დაკავშირებით, როგორც საბერძნეთთან, ასევე კვიპროსთან და აქედან გამომდინარე იყო, რომ 2018-19 წლებში თურქეთმა ხელშეკრულება გააფორმა დღევანდელ ლიბიის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, როდესაც ამ ორმა ქვეყანამ ის ასე ვთქვათ საზღვაო ზოლი ორად გაიყვეს, რომელიც თურქეთსა და ლიბიას შორის არსებობდა.